ხალხის პარტიის მერობის კანდიდატი ჯუმბერ თავართქილაძე დღეს აკაკი შანიძის პირველ ჩიხში მცხოვრები კახიძეების ოჯახის პრობლემას გაეცნო. ოჯახს ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სამშენებლო ნებართვის დარღვევის გამო 3000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ნანა კახიძე აცხადებს, რომ მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურში მშენებლობის პროექტი წარადგინა, თუმცა მისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო მას პროექტის დამტკიცებაზე უარი ეთქვა. ზედამხედველობის სამსახურმა კი მიშენებული 2 ოთახის გამო ის დააჯარიმა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მიშენების უფლება ტერიტორიაზე მცხოვრებ 8 ოჯახს არ ეძლევა. ჯუმბერ თავართქილაძე ადგილობრივებს გამარჯვების შემთხვევაში დახმარებას დაპირდა. მერიაში ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. ქალაქს რო გადაეცა უკვე ზედამხედველობის სამსახურმა რომ გადაამოწმა უბანი, აი ტერიტორია, მაშინ მოხდა ჩემთან უკვე სახლი მქონდა დასხმული. ხო და რო შემეკითხეს რომ საბუთი გაქვს თუ არა, წარმოუდგინე სიტყვიერი რომ მე საბუთი შეტანილი მაქვს, ამ დღეებში ველოდები პასუხს, წერილობითაც მივმართეთ, განცხადებაც მივმართეთ და პირდაპირ ჩემ ქმარს უთხრეს ჯარიმის ქვითარს მომიტან და მე მოგიწერთ. მიმაჩნია რომ ეს არის უზნეობა ხელისუფლების მხრიდან და ეს არის ტერორი და სხვა ვერაფერს ვერ დავარქვევ ამ სიტყვას, რამე თუ ბატონი ერმაკოვი მიჩვეულია სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში საზოგადოების ტერორს და ის აგრძელებს ამ ტერორს.